გამარჯობათ მეგობრებო. კიდევ ერთი Hearthstone-ის ვიდეოს გადაღება გადავწყვიტეთ მე და ლოლო. ამჯერად გადავწყვიტეთ 11 პაკის გახსნა, რანდომ პაკის. იმედია კაი რამე ამოგვიო. ხო, იმედია. მაგრამ რას ფიქრობ, რამდენია მოვა 11 პაკიდან ლეგენდარი? 5. ოფ, ბევრს ვითხოვ შენ. 500-დან შეიძლება არ ამოვიდეს ბიჭო. კაი, ნუ გვაქვს ესე იგი 3 კლასიკური, 4 გნომები და 4-იც ტურნამენტის. დავიწყოთ ჩვეულებრივი კლასიკიდან გახსნა. ნუ ჩემი აზრით აქედან ახლა 2 ლეგენდარი რო ამომივიდეს, ექნება რაღაც საოცრება. და 1 რო ამოვიდეს, გამიხარდება. მოკლედ დავიწყოთ რა. ცოტა მილაგავსავით ბიჭო, რაღაცა ჭირს ჩემ კომპიუტერს. CPU მეტვირთება ძალიან. 1 რარე. არა უშავს. ბიჭო FPS მივარდება ძალიან და CPU მეტვირთება ძალიან. ხო, ხედავ, ასე გაქვს. აქედან 1 golden card-ი. სხვადასხვა რარეს ისე golden-ი მირჩენია. რარე ეპიკი მაინც ამომივიდეს ლეგენდარი თუ არა. აი ბიჭო გალაგა ახლა შეხედე სულ გალაგა იმენ და FPS-ი დაეცა. არაფერი ისეთი არ ამოდის. სულ არ ესაგდე. რა? სულ არ ესაგდე. ხო. ანუ 1 რარე ყოველთვისაა ხოლმე, მაგრამ ნუ რაც მთავარია ყველაზე მეტად, ანუ ის მომწონს ჩემი პაკების გახსნაში ხოლმე, რომ IO-ები იმენა ძალიან იშვიათად ამ პირველი golden-ი, ისა golden-ი მეთქი, პირველი ლეგენდარი. ნუ დიდათ არ მომწონს ეს ლეგენდარი, მაგრამ ლეგენდარი მაინც ლეგენდარია. 1 რარე, 1 ლეგენდარი, მშვენიერია. ისე სხვათა შორის ჩვენ პირს შეკარინე და მართლა 5 ლეგენდარი ამოვიდეს. აჰა, 1 ეპიკი კიდე. ეს მაქვს ორივე თუ არ ვწდები, ასე რომ ძალიანაც არ გამხარია, მაგრამ ეპიკი მაინც ეპიკია ბოლო-ბოლო გადავწვი დასტში და იგი იქნება. FPS-ი მენა 0-ზე ეცემა ხოლმე ხანდა. ცუდი არაა სხვათა შორის ეს პაკი მომეწონა. კარტის უკანი ნაწილი მეცე ლექსი. ხო ეს ყოველ თვეში ერთხელ იმაშება ხოლმე. აჰა, კიდე golden-ი კარგია, მომწონს. golden-ები ძვირადია, და? ანუ უფრო მეტ დასში შეიძლება მაგეებს გადაცვა. აჰა, კიდე 1 ეპიკი მშვენიერია. просто ეს იმდენად არ მომწონს. ანთერით იმდენად არ ვთამაშობ და იმიტომ. ეს ლეგენდარი კიდე. არ გაგვითხოვდეს. არა უშავს აგერ შამანის კარტები მომცა ძალიან ბევრი. ანუ მარტო 2 რარე მოხდა. მარტო ამაში კი არა, ისიც ხომ მომცა შამანის კარტები. 2 რარე მოხდა. ხო. ნუ ეს Void Crusher-ი დიდი არაფერია, მაგრამ ნუ გადავხედოთ კოლექციას და დაინახე ბიჭო როგორ გალაგას. ხო. ნახე 0-ზე დავიდა FPS. ხო, FPS-ი რომ ლამდე დაეცა ზერა. აჰა, ეს ახალია, ესეც ახალია. ანთერის კარტი რაღაცა არ მქონია და აი ეს ხო. ნახოთ მეიჯის 2 ახალი კარტი. ნუ ეს არ მომწონს იმდენად დიდი არაფერია ვაფშე, ეგრევე გადაგდებაც კი შეიძლება აიმის. Flamelance, ნუ გამოსადეგია. ალავინი. ნუ ამენა არა, ცუდი, სხვათა შორის არაა ცუდი ლეგენდარი, მაგრამ სხვათა შორის, არა, ანუ არა რამდენი მინიონიც მოკვდება მანამ ეს გიჭირავს ხელში იმდენი ერთია მაგრამ damage
და ახლა პალადინს ხოიც თან თავისი hero power-ით გამოყავს ერთი-ერთიანი ის. არა ეს რომ მოგივა, მე რო გამოიყვანო ის სამი მანაროხის, რა ქვია, სადა ეს master for battle. ესენი რო გამოიყვანო პლუს შენი hero power-ი გააკეთო, ნუ ბევრ damage-ზე ადის, მაგრამ რავი, იმდენად არ მომწონს მე ეს ლეგენდა. Rogue-ზე რა არის ახალი კარტი? ნუ ეს დიდი არაფერი. შამანი გეოსება. Lightning Bolt-ი რამდენია რომ დავკრაფტო? 40 მანა აქვს. არა იყოს არ მინდა ჯერ სადმიჩქარება შამანით მაინც არ თამაშობ ხოლმე. ეს Dust Devil-ი 3 ცალი მაქვს უკვე. ეს ხათაშორის მაგარი კარტია. Healing Wave შამანზე. მაგრამ მომეწონა ეს რომ გამოვიდა. ეს ორი წამი მირეკავენ. აი ეს კარტი მაგალითად არ მქონდა. ძალიან კარგი კარტია. ნუ პატრონ მეიჯისთვის და ისეც, პატრონ ვარიორისთვის და ისეც. გამომადგება აწი. მოვედი. ეს ნეიტრალებში, ნუ ცუდი კარტები არა, მაგრამ ახლა ეს მაგალითად Light ჩემპიონი არანაირად არ გამომადგება, ეს არენას კარტი უხოა. ეს Silent Knight და Silverhand ისა Regent-ი არ მყავდა. ორივე კარგია პრინციპში, მით უმეტეს ეს Golden-ია და Disenchant 50-ია, არ დავადისენჩანტებ. ეს მაგალითად ვაფშე არაფერი არ გამოგადგება, შეგიძლია იმენა ეგრევე Disenchant-ი გავუკეთო, просто 5 მანას გაძლევს და რა შეგინდა. ეს ნუ ისე 50 წელს. აი ეს ნუკლას ჩემპიონი არის ძალიან სერიოზული კარტი, მაგრად დავეღარ სამი. დავან. ანუ ამას რო გახვალ hero powers რო გააკეთებ შენ ყველა მინიონს რაც არის დანარჩენი ამის გარდა ეძლევა პლუს 1-1. 1-1. ეს damage 1 მან ვისა სიცოცხლე. ნუ всё, ეს იყო სულ. დიდი მადლობა ყველას ვინც ვიყურა, არ დაგავიწყდეს subscribe-ი, like-ი, ნუ რა თქმა უნდა თუ მოგეწონებათ. მომავალ შეხვედრამდე. გაზიარებ. ხო, გაზიარება, რა თქმა უნდა, ახლა თუ ვინმეს ეს სიამოვნება.